ალბანეთში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. სოციალისტები 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მმართველ პარტიას კორუფციასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ალბანეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაწყებულ დაპირისპირებას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან რიგ გარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ოპოზიციაში მყოფი სოციალისტები დემოკრატიული პარტიის მთავრობას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კორუფციაში და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. პოლიტიკურ ჩიხში ალბანეთი მას შემდეგ მოექცა, რაც ქვეყნის ოპოზიციამ უარი განაცხადა 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ეღიარებინა. არჩევნებში გამარჯვება მცირე უპირატესობით დემოკრატებმა მოიპოვეს. მთავრობის სახლის წინ გამართულ საპროტესტო აქციაში 20,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მომიტინგეები მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ქვებსა და ჯოხებს ისროდნენ. მათ ასევე დაწვეს რამდენიმე ავტომობილი, მათ შორის ერთი პოლიციის მანქანა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ტირანაში მიმდინარე მოვლენებს ქვეყნის ლიდერიც გამოეხმაურა. სატელევიზიო მიმართვისას მან მომხდარში სოციალისტური პარტიის ლიდერები დაადანაშაულა. არავის აქვს უფლება ამ ქვეყანაში ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ჩაიგდოს ხელში. ეს არის ნატოს წევრი ქვეყანა, დამოუკიდებელი ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტებით და არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს ალბანელი ხალხით მანიპულირებას. ბერიშმა 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტიც დაადასტურა. მისი განცხადებით სამივე მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. ტირანაში მომხდარი არეულობის შედეგად 33 მომიტინგე და 17 პოლიციელი დაშავდა. ერთი სამოქალაქო პირისა და ერთი პოლიციელის მდგომარეობა კრიტიკულია.